დღეს ვისაუბრებთ ამ პერიოდისთვის ძალიან აქტუალურ თემაზე, სეზონურ ალერგიაზე, რომელიც ხშირ შემთხვევაში კანზეც აისახება. მართალია, ინდივიდუალურია, ვის, როდის და რა ფორმით და რა ტიპის ალერგია შეიძლება გამოუვლინდეს, თუმცა აპრილის დასაწყისი არის ალერგიების პიკი და მნიშვნელოვანია ვიცოდეთ მათი მართვა. გაზაფხულის დამახასიათებელი სიმპტომები, ქავილი, გამონაყარი, სიწითლე, მოულოდნელი რეაქციები თავისუფლების საშუალებებზე იქნება თუ სხვადასხვა გარემო ფაქტორებზე, ეს შეიძლება ჩაითვალოს, რომ ის სიგნალია, როდესაც უნდა მიხვდე, რომ რაღაც არასწორად მიმდინარეობს ორგანიზმში. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რაღაცნაირად ამოვიცნოთ ეს ალერგიული რეაქცია თუ არა კანზე და რაც მთავარია, ვიცოდეთ როგორ დავიცვათ თავი ამ ყველაფრისგან და ამ თემაზე სასაუბროთ დღეს ჩვენი სტუმარია ექიმი ალერგოლოგი ქეთევან ომიაძე. ქეთი, გთხოვთ. გილამშვიდობის, ქეთი, მადლობა რომ ხართ ჩვენთან ერთად. არაჩვეულებრივად გამოიყურებით. მადლობა. ასე. ჩემი თემა არის, იმიტომ რომ არის საშინელი ალერგიული ვარ და ეხლა ძალიან გულდასმით მოგისმენთ და კი ბატონო, მეც პაციენტი ვარ. ამ სეზონზე 1 მარტი დადგა თუ არა უკვე ნამყოფი ვარ ქეთისგან და კი ხედავთ რომ მომარჩინა. და მოდი დავიწყოთ სულ თავიდან, აი მაყურებლისთვის რომ უფრო ნათელი იყოს, რას უკავშირდება მაინც აი ეს გაზაფხულზე გამწვავებული არის თუ არა პირდაპირ შეიძლება პირდაპირ იყოს დაკავშირებული პოლინოსთან, ხო? აი ამ ყვავილობასთან და აი მაინც რომ ავხსნათ, ან რა მცენარეებია ყველაზე ისეთი ალერგენები და რასთან შეიძლება მტვერი ეს მცენარეების მტვერია, ქალაქის მტვერია თუ რა არის, რაც ყველაზე მეტად ამწვავებს ალერგიას აი ამ პერიოდში. ამ პერიოდში, გაზაფხულის პერიოდში, ზოგადად სეზონური ალერგია უკავშირდება მცენარის მტვრის მიმართ ადამიანის იმუნური სისტემის მომატებულ მგრძნობელობას. ის რაც ზოგადად სახიფათო არ არის ადამიანისთვის, ზოგიერთი ადამიანისთვის მომატებული მგრძნობელობის გამო ხდება გარკვეული სიმპტომების გამომწვევი. მცენარეები, ხემცენარეები, რომლებიც ამ პერიოდში ყვავილობთ, შემდეგ ამას მოსდევს უკვე მაისიდან ზაფხულის პერიოდი, როდესაც ბალახოვანი მცენარეები იწყებს ყვავილობას და შემდეგ უკვე შემოდგომის სეზონი არის, როდესაც სარეველა მცენარეები იწვევს ამ სიმპტომებს. ამ პერიოდში კვიპაროსი არის ერთ-ერთი ისეთი ძლიერი ალერგენული თვისებების მქონე მცენარე, რომელიც ძირითადად ალერგიული რინიტის სიმპტომებს იწვევს, ცხვირის დახშობა, მრავალჯერადი ცემინება, სურდო, თვალების ქავილი. შესაძლებელია კანის ფორმაც გამწვავდეს ამ პერიოდში. და ქეთი, აი არის თუ არა სხვაობა ქალაქში არსებულ ალერგენებზე და აი ბუნებაში, რატო ვკითხულობ ახლა, ვინც ვართ ალერგიულები, ამ პერიოდში უნდა შევიკავოთ თუ არა თავი მაგალითად ბუნებაში გასვლას. ბუნებაში, რა თქმა უნდა, უფრო დიდი არჩევანია, ასე ვთქვათ, ალერგენების, თუმცა ქალაქშიც ამ პერიოდის ალერგენი კვიპაროსი საკმაოდ ფართოდ გვხვდება, განაშენიანება თბილისში არის კვიპაროსი და ამიტომ ქალაქშიც პრობლემატური არის ეს საკითხი. თუმცა მეტი რისკი არის, რა თქმა უნდა, ბუნებაში, იმიტომ რომ იქ უფრო მრავალფეროვანია მცენარე და შესაბამისად ალერგიის რისკიც მაღალია. ერთი კითხვა მაქვს ესეთი პრაქტიკულად ჩემ თავზე მაქვს გამოცდილი, იმიტომ რომ რაღაცა ცვალებადობას ემაშვება ხოლმე. მაგალითად, ადრე მქონდა რომ მეწყებოდა უფრო გვიან გაზაფხულზე და პირველი ზაფხულის პირველ თვეებში მე რო იწყებ მედიკამენტების მიღებას ეს რაღაცნაირად მიდის, უკანიხევს და თქვათ იმ პერიოდში უკვე აღარ მემართება. მე გადმოიწია უკან ასე ადრეულ გაზაფხულზე დაიწყო. ანუ ცოცავი გრაფიკით და აი როგორც კი შეებრძოლები მე რაღაც იმას აი გააჩნია რა მომენტში და აი
ისიც რომ ერთ წამალს ერთ სეზონზე შველის მეორე სეზონზე ის წამალი აღარ. ანუ ეს რაღაცნაირად თვითონაც ეს ორგანიზმი ალერგია ეს ებრძვის შენ თავს მოშვება, რა ქვია. შენ მიხვალ ის დაიმალება, მე გამოჩდება რაღაცნაირი ჭკვიანი ის არის, რა ქვია. რა თქმა უნდა. ამ ცვალებადობის გამომწვევ ზოგადად სეზონურ ალერგიებზე გავლენას ახდენს გლობალური დათბობა და კლიმატის ცვლილება. რატომ? იმიტომ რომ მცენარეების ყვავილობის პერიოდი იწყება უფრო ადრე, ვიდრე იწყებოდა აქამდე, ასწრებს რამდენჯერმე ყვავილობას, სანამ დასრულდება მისი სეზონი სრულად. ამიტომ სიმპტომები შეიძლება დაიწყოს ადრე და დასრულდეს გვიან. უფრო მეტი რაოდენობის თუ გამოიყოფა მტვერი და თქვენ ამ დროს ხართ აქტიური გარეთ სივრცეში, რა თქმა უნდა, უფრო მწვავედ გამოგევლინდებათ სიმპტომები. ეს ერთი. გარდა ამისა, ალერგიას ახასიათებს გართულება იმ კუთხით, რომ იზრდება ალერგიის გამომწვევ მცენარეთა რაოდენობა. შესაძლებელია გქონდეთ გარკვეული წლების განმავლობაში კვიპაროზზე, მერე დაემატოს თქვათ შემოდგომის ალერგიაც სარეველების მიმართ. ამიტომ აქ ერთი კონსულტაცია კარგი იქნებოდა თავის კვლევებით. კეთი, აი ახლა ზუსტად ამაზე ვსაუბრობდით, რომ ეს ყველაფერი ინდივიდუალურია, აგერ თემიკომ თავისი გამოცდილება მოყვა, მე პირიქით, აი როგორც წესი კალენდარი შეიძლება გაასწორო ჩემზე, რომ იტყვირო დღეს 1 მარტია, იმიტომ რომ პირდაპირ ვიგუდები. რაც არ უნდა იყოს 1 მარტს. მცოცავი ჩემი არ არის, ჩემი არის ძალიან სტაბილური და ზუსტი. და რა თქმა უნდა, ეს ალერგიები სხვადასხვა ფორმით შეიძლება იყოს სხვადასხვა შემთხვევაში გამოხატული, მაგრამ მოდი დღეს მაინც კანზე არსებულ ალერგიებზე ვისაუბროთ და აი რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ ამოვიცნოთ, რომ ამ წუთას ეს არ არის უბრალოდ გაღიზიანება, არამედ არის ნამდვილად ალერგია. თვითონ ფიზიოლოგიურად სხვადასხვა მექანიზმია გაღიზიანება, ეგრეთ წოდებული გაღიზიანება ირიტაციასა და ალერგიულ რეაქციას შორის. ის პირდაპირ გამაღიზიანებელის პირდაპირი ზემოქმედების შედეგად ვითარდება გაღიზიანება და სიმპტომურად ნაკლები ქავილია, მცირედ გამოხატული სიწითლე, უფრო წვისა და დაჭიმულობის შეგრძნება არის გაღიზიანების დროს. ალერგიული რეაქცია ეს იმუნური რეაქციაა უკვე, რომელსაც ძლიერი ქავილი, მკვეთრად გამოხატული სიწითლე, შესაძლოა შეშუპებაც ახლდეს და შესაძლოა გავრცელდეს სხვა ადგილებშიც. ეს უკვე ალერგიისთვის აი ესე მკაფიოდ დამახასიათებელი სიმპტომები. ამიტომ განსხვავება რა თქმა უნდა არის, კი. კაი, დაუშვეთ უკვე არის ეს სიმპტომები სახეზეა. ამ შემთხვევაში სახლის პირობებში შეგვიძლია ჩვენ თვითონ ვმართოთ თუ უნდა მიმართოთ ექიმს და თუ უნდა მიმართოთ რომელ ექიმს? პირველ რიგში კანის ექიმს, უკვე თუ კანზე არის ეს არსებულია თუ ალერგოლოგს? ზოგადად ხომ ვიცით, რომ კანი ეს არის იმუნური სისტემის ყველაზე დიდი და ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო და ნებისმიერი დერმატიტის დროს, ეს თქვა გაღიზიანებით გამოწვეული, პირდაპირ ზემოქმედებით გამოწვეული იქნება თუ ალერგიული რეაქციით გამოწვეული იქნება, ირღვევა კანის ბარიერული ფუნქცია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უზრუნველყოთ ამ ბარიერული ფუნქციის აღდგენა. სახლის პირობებში ეს შეგვიძლია და ჰიგიენის დაცვით, დატენიანებით, კარგი დატენიანებით. შეგვიძლია მსუბუქი ანტიალერგიულის გამოყენებაც, მაგრამ თუ სიმპტომები გამწვავდა, მაგალითად განვითარდა შეშუპება, ან გავრცელდა სხვა ადგილებშიც, მაშინ უკვე ალერგოლოგს უნდა მივუყვეთ. პირველ რიგში ალერგოლოგს. და აი რა არის ყველაზე ხშირი შეცდომა, რასაც ადამიანები თვითმკურნალობა, როგორც წესი. რომელიც ართულებს შემდეგ უკვე დროულ განკურნებას. აი, არსებობს ვილაპარაკეთ თქვა მცენარეების და ბუნებასთან შეხების დროს წარმოქმნილია ეს ალერგიული გაღიზიანება და კიდე არის მაგალითად ისე პირად მაგალითზე ჩემ ქალიშვილს აქვს
მაგალითად ბეწვის მიმართ ეს როგორი კატეგორიებია ერთი და იგივე ის არის თუ ერთი და იგივე არის ყველა შეიძლება გამოვლინდეს მეტად ცხოველის ბეწვზე ალერგიის შემთხვევაში აქ პრობლემა არის ის რომ თუ ცხოველი სახლში გყავთ და ალერგია არის ამ ცხოველის ბეწვის მიმართ ადამიანს აქვს ყოველდღიური სისტემატური კონტაქტი ალერგიის გამომწვევთან, რაც განაპირობებს სიმპტომების სიმწოვეს და გართულებებს ველოდებით ამ შემთხვევაში. და აქაც სხვაობა არის ესეთი თქვა ჩვენ მე ძაღლებიც მყავს და ურთიერთობა ბავშვობიდან უწევდა, მაგრამ ერთხელ თვითონ ძალიან უყვარს ცხოველები და კატამ რომ მოუყვანით პატარა კატისგან უკვე წამოვიდა ეს ალერგია და დააყარა და ნუ ეხველა და გაუსაძლისი ისე რომ ვეღარ შევინარჩუნდეთ კატა ძაღლები დღესაც აყვავს და იმაზე არ არის თქვა აი აქაც კიდე რაღაც სხვაობები არის კატის ალერგენია კატის კი ხშირია და სხვათა შორის ბევრია, რატომღაც ესეთ შევნიშნე, რომ ძალიან ბევრ ადამიანს ყავს კატა სახლში და იმათ ალერგიულმა რეაქციებმა, გამოვლინებებმა კატის ბეწვზეც შესაბამისად. სხვადასხვა ალერგენია. შეიძლება ძაღლზე არ ქონდეს კატას ცხენზე. მცენარეების კიდე სხვა არის, ეს კიდე სხვა არის, იყოფა რაღაც სხვადასხვა გაერთიანებულია აეროალერგენების ჯგუფში, ანუ ალერგენების, ინჰალაციური ალერგენების, რომელსაც ჩავისუნთქავთ, მაგრამ თვითონ ალერგენები ერთმანეთისგან განსხვავებულია. ერთნაირ სიმპტომებს იწვევს. აი ხა რადგან განსხვავებულ ალერგენებზე ვსაუბრობთ, აი თქვენი გამოცდილებით კანზე ყველაზე ხშირად კიდე რა მოქმედებს, აი რა ვიცი, კოსმეტიკა, სუნამო, მედიკამენტები ალბათ, ხო? პირველ რიგში, იმიტომ რომ საკვებს უფრო მეტი ადამიანი იყენებს ვიდრე კოსმეტიკას, ვთქვათ. არ ვიცი. აი ბავშვები მაგალითად საკვები, კოსმეტიკა, მედიკამენტები მწერის ნაკბენზე შეიძლება განვითარდეს კანის ფორმა, ლატექსი, ქიმიური საშუალებები, კანის დერმატიტები ზოგადად შეიძლება გამოწვეული იყოს ამ ალერგენებით. ზოგადად თვითონ სეზონზეც ხო არის შესაძლოა თქვა კონკრეტულად რაღაცაზე არ ქონდეს ალერგია, მაგრამ რაღაც ჯვარედინი რეაქციები არ ხონდა და ამიტომ არსებობს. აი სხვა რაღაცაზე ალერგია თქვა წვავე სეზონზე შესაძლოა რომ კი, დერმატიტები წავდება. თუ უკვე გამოხატული გვაქვს ალერგია კანზე. ამ დროს, როდესაც ვიყენებთ ყოველდღიურ ჩვენს მაკიაჟის პროდუქტებს, შესაძლებელია რომ ამან უფრო გაამწვავოს და მოგცეს რეაქცია, თუ შეგვიძლია რომ გამოყენება თავი ხომ არ უნდა შევიკავოთ მაინც პრევენციის მიზნით. გამოვლენილი ალერგიის შემთხვევაში, გამოვლენილი, როდესაც არის პრობლემა კანზე, ეს ნიშნავს, რომ კანის ბარიერული ფუნქცია დარღვეულია. ჩვენ აქ კოსმეტიკის გამოყენებით შეიძლება გავამწვავოთ სიტუაცია, შეიძლება გავზარდოთ ინფექციის განვითარების რისკი, ამიტომ ამ პერიოდში ჯობს რომ თავი შევიკავოთ. ჩავაწყნაროთ და შემდეგ უკვე. ქეთი და აი თქვენ უკვე თქვით, რომ სახლის პირობებში შეიძლება ესეთი მსუბუქი ალერგიის დროს იქ დამატენიანებელი ჰიგიენური ზომების მიღება, მაგრამ ესეც ხო უამრავია. აი რა არის ამ შემთხვევაში must-ს რომ ეძახიან, ანუ აუცილებელი ინგრედიენტები, რასაც უნდა შეიცავდეს და რომელი ინგრედიენტები არის ძალიან სახიფათო და სარისკო ალერგიის მქონე ადამიანებისთვის. უნდა გავითვალისწინოთ, რომ მნიშვნელოვანი არის არა ბრენდი, რა თქმა უნდა, არამედ შემადგენლობა, ინგრედიენტები. და რაც უფრო ნაკლებია კოსმეტიკურ საშუალებაში ინგრედიენტი, მით უფრო ნაკლებია ალერგიის განვითარების რისკი. ის რაც კარგია და უნდა შეიცავდეს უფრო თვითონ კანზე კანისთვის საჭირო შემადგენელი ნაწილებია, ვთქვათ, პანთენოლი, ჰიალურონი, გლიცერინი, აი ასეთი ტიპის ინგრედიენტები. და რაც შეეხება
რა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია, ეს არის ის დანამატები, რომელიც სულ არ ჭირდება კანს, ვთქვათ, მკურნალობისთვის თუ სიჯანსაღისთვის. ეგრეთ წოდებული სუნამოები, პარფიუმი, რაც შედის, ალკოჰოლი, სპირტი, რაც შედის, სხვადასხვა ეთერზეთები, ვთქვათ, ლავანდა, დანამატის სახით, ევკალიპტი, გვირილა, ეს სხვადასხვა ხდება ხშირად, ძალიან ხშირად ესენი იწვევენ ალერგიულ რეაქციებს. ამიტომ, რაც უფრო ნაკლებია ინგრედიენტი კოსმეტიკურ საშუალებაში, მით უფრო ნაკლებია რისკი იმისა, რომ ალერგია გამოვიდეს. ესე იგი, სურნელოვანი კოსმეტიკა არა, მაგრამ აი პირდაპირ გკითხავთ ერთ-ერთ ინგრედიენტზე, რომელიც მე ძალიან მიყვარს და ძალიან დადებითი თვისება აქვს კანისთვის. C ვიტამინი კი თუ არა? იმიტომ რომ C ვიტამინი ძალიან ინდივიდუალურია, იმის მიხედვით თუ რის მიმართ აქვს ადამიანს ალერგია, C ვიტამინი შეგვიძლია ზოგიერთ ადამიანთან არ შევზღუდოთ, მაგრამ სადღაც შესაძლებელია რომ იწვევდეს ალერგიულ რეაქციას და ამიტომ უნდა შეიზღუდოს. შეგვიძლია, ვთქვათ, ახალი კოსმეტიკური საშუალების გამოყენება, როცა გვინდა, პატარა ტესტი ჩავატაროთ. აი, ხელის შიდა ზედაპირზე თხელფენად წავისვათ 24-48 საათის განმავლობაში დავაკვირდებით რეაქციას და შემდეგ უკვე ნელ-ნელა შეგვიძლია გამოვიყენოთ. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ როდესაც ალერგიული არის ადამიანი, კოსმეტიკური საშუალებები ერთდროულად ბევრი არ უნდა შეიცვალოს. ჯერ შეიცვალოს ერთი, ის გაიტესტოს, შემდეგ უკვე დანარჩენი. ესე რიგრიგობით, რომ ვნახოთ თუ რომელიმე მისცემს ალერგიას, ვიცოდეთ რომელმა გამოიწვია რეაქცია. აი მაგალითად თავის მოვლის საშუალებას აწერია ჰიპოალერგიული. ნიშნავს ეს, რომ 100% დაცული ვარ ალერგიისგან თუ არა? 100% არ არსებობს მედიცინაში. არ დიდი პროცენტით. არ ნიშნავს. ნიშნავს, რომ დიდი პროცენტით ნიშნავს, მაგრამ გარანტიას არ გვაძლევს ნამდვილად. აქაც სიფრთხილით უნდა ვიყოთ. კიდე ერთი ესეთი კითხვა, რაც ყველაფერი მინდა მოვასწრო, რაც მნიშვნელოვანია ჩემთვის. მაგალითად, როგორც მე ვიცი, ალერგიული კანი და სენსიტიური და მგრძნობიარე აუცილებლად უნდა იყოს დაცული მზის სხივებისგან, მაგრამ ისიც ხშირად გამიგია, რომ SPF-ის შემცველი პროდუქტები აძლევს ალერგიას ზოგ ადამიანს. აი ამ შემთხვევაში როგორ უნდა მოვიქცეთ? რა ვქნათ? აქ პრობლემა თვითონ SPF-ის იდეაში არ არის, რა თქმა უნდა, რეაქციას შეიძლება იწვევდნენ ქიმიური ფილტრები. დიახ. ამიტომ უნდა გამოვიყენოთ ის დამცავი საშუალებები, რომელიც მინიმალური ინგრედიენტს შეიცავს და მინერალური ფილტრები აქვთ და აქ უკვე აღარ ველოდებით ალერგიულ რეაქციებს. ძალიან ბევრ დამცავში არის იგივე სპირტიც, ალკოჰოლი, ვთქვათ, სუნამო, დანამატები. აი ამათ გარეშე მაქსიმალურად და ფილტრი უნდა გავითვალისწინოთ, რომ იყოს მინერალური და არა ქიმიური. და არა ქიმიური. კი ბატონო, ეხლა თქვენ ალერგიული კანის მქონე პაციენტებში მზის ალერგიაც არსებობს. ცოტა ხანში ველოდებით უკვე აი ამ რეაქციებს. მზის ალერგია ვლინდება ასევე გამონაყრით კანის იმ ადგილებში, სადაც ხდება მზის სხივი. აქ დამცავი არის მთავარი დამცავი ალერგიისგანაც. ამიტომ სწორად უნდა იყოს ის შერჩეული. ორივე უნდა იმას ახლა შეათავსო. წარმოიდგინე ხო? სწორად უნდა იყოს, იმიტომ რომ არსებობს, თქვათ, ზოგიერთი პარფიუმის შემთხვევაში თუ შეიცავს მზისგან დამცავი, მზის სხივმა შეიძლება რეაქცია მოახდინოს და ამან გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. ამიტომ ზოგადად ძალიან საფრთხილით უნდა იქნას გრძნობიარე და ალერგიული კანის მქონე ადამიანებში შერჩეული უნდა იყოს ყველა პროდუქტი. ესე აქტუალური კითხვა გამიჩნდა შუა იმაში. ალკოჰოლური ალერგია როგორ არის
არის? არსებობს. ალკოჰოლზე ალერგია არსებობს. შესაძლოა ასევე კანის ფორმით გამოვლინდეს. ალკოჰოლის შემადგენლობაში შემავალ კომპონენტებზე შეიძლება იყოს ალერგია, ხორბალზე მაგალითად, ყურძენზე მაგალითად. არის ასეთი. თუმცა სპირტზე რეაქციის შემთხვევაში უკვე მივდივართ სხვა კუთხით. ალერგიას ვიკვლევთ და ვიკვლევთ კუჭაწყლობის სისტემასაც, იმიტომ რომ შეიძლება ის იყოს მიზეზი მსგავსი ტიპის რეაქციების. შინაგანი ორგანოებმა შეიძლება კიდე გამოიწვიონ ალერგია, არა აი, კანის ტიპის რეაქციები შეუძლიათ გამოიწვიონ, კი, ტრიგერები იყვნენ, მაპროვოცირებელი როლი ითამაშონ და ვერაგი ალერგია ყველაზე ალბათ რთული ამასაცნობი და დასადგენია რაზე შეიძლება იყოს. ქეთი და აი თქვენ უკვე გითხარით, რომ ზედმეტი კოსმეტიკისგან თავი უნდა შევიკავოთ და რაღაც პაუზა ავიღოთ იმ დროს მაინც, როდესაც გამოხატულია. მაგრამ აქაც აი ახლა მზის სხივების არ იყოს მეორე მომენტი დგება. რაღაცით სახლიდან როცა გადიხარ, ხო უნდა შენიღბო. ნუ ვიღაცა შეუძლია ესე გასვლა, ვიღაცას არ შეუძლია და აი შესანიშნავად გჭირდება დეკორატიული კოსმეტიკა. აი დეკორატიული კოსმეტიკა მგონია რომ კიდევ უფრო საფრთხილოა, მაგრამ რამე ინდიკატორი არსებობს, რითიც შეიძლება რომ ვიცოდეთ რომ აი ეს შეგვიძლია გამოვიყენოთ და ეს არა. არა. ისევ იქ მივდივართ, რომ ყველაფერი ზედმეტი გაღიზიანებულ კანზე შეიძლება პრობლემის გამწვავების მიზეზი გახდეს, მაგრამ თუ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, მაშინ შეგვიძლია აი ამ მინიმალური ინგრედიენტებით შემდგარი გამოცდილი კოსმეტიკური საშუალო დეკორატიული კოსმეტიკა გამოვიყენოთ. თუმცა ჯობს რომ არ გამოვიყენოთ. თუ შევძლებთ. რთულია. ქეთი, ნიშნავს თუ არა ნატურალური პირდაპირ რომ უდრის უსაფრთხოს. თუ შეიძლება ნატურალურმა ინგრედიენტებმა კიდევ უფრო სერიოზული ალერგია გამოიწვიოს. იმ სცენარეზე თუ გაქვს ალერგია და ის სცენარე თუ იმაშია. აი ზუსტად ეგ მინდა და მეც რომ სპეციალისტებს თქვა და არა ჩვენ. რა ვქნათ, როდესაც პირიქით ნატურალურისკენ ვიბრძვით და ვილტვით და ამ დროს შეიძლება რაღაც უნდა შევარჩიოთ ის ნატურალური, რომელიც მიმართაც ალერგია არ გვაქვს. ანუ უკვე დატესტილი უნდა იყოს. ეს ხოდაშორის ხშირად იციან ხოლმე მედიკამენტებთან დაკავშირებით, რომ ეს მცენარეულია და ეს მცენარე არის ზუსტად რომ ამათ შეიძლება უარესი რეაქცია მოხდეს სინამდვილეში და ამიტომ გარგულისხმობს ნამდვილად. ქეთი, აი რომ გაიხსენოთ თქვენს პრაქტიკაში ყველაზე მოულოდნელი და უცნაური ალერგიული რეაქცია ან რაზე ქონია ადამიანს ან როგორი ყოფილა? ადამიანზე შეიძლება. მოულოდნელი ნაკლებად ახლა მე ყოველთვის ალერგიას ველი ჩემს გარშემო ადამიანებში, მაგრამ აი საინტერესო მქონია ესეთი შემთხვევა, სხვათა შორის კანის ფორმა იყო, იქ ურტიკარია ჭინჭრის ციება გოგონასთან. ძალიან მწვავედ გამოვლენილი, რამდენჯერმე განვითარდა მწვავედ. ეს ურტიკარია, ჩავატარეთ ბაზი ურტიკარია ჭინჭრის ციება, უხვი გამონაყარი ქავილით, ესეთი მთელ სხეულზე გავრცელებული იყო ამ გოგოს შემთხვევაში. ჩავატარეთ ბაზისური კვლევები ალერგიასთან დაკავშირებული, აღმოვაჩინეთ, რომ ალერგია აქვს ხორბალზე. მაგრამ ხორბალს იღებს და არ აქვს რეაქცია, ალერგიული რეაქცია. თვითონ ანამნეზით ეს გოგონა უკავშირებდა რეაქციას ფიზიკურ აქტივობას. და შეიძლება არის ასეთი საკმაოდ იშვიათი არის ასეთი რეაქციები, როდესაც თქვათ ხორბალზე არის ალერგია, მაგრამ სიმპტომები ფიზიკური აქტივობის გარეშე არ ვლინდება. ფიზიკური აქტივობა არის ის მაპროვოცირებელი, რომელიც იწვევს საკმაოდ მწვავე სიმპტომებს. ანაფილაქსიაც კი შეიძლება განვითარდეს ასეთ დროს. და აი დაჭირდა ამას ძალიან ისეთი გამოძიების ჩატარება, ასე ვთქვათ, შესწავლა დეტალურად ყველაფრის
ცხოვრების წესის, როდის როგორ იკვებებოდა, რამდენ საათში ვარჯიშობდა, აქ დროის შუალედს აქვს მნიშვნელობა. შეუძლია მიირთვას მაგალითად პური, მაგრამ არ ივარჯიშოს 4 საათის განმავლობაში. შემდეგ შეუძლია. ამ შუალედში არა და აი ესე უნდა იმართოს. და აი დაუშვათ არასოდეს არ ქონია ალერგია. შეიძლება რაღაც გარკვეულ ასაკში უცებ მოულოდნელად რაღაცა ისეთი სერიოზული ალერგია განვითარდეს, მანამდე თუ არაფერზე არ ქონია. ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს ნებისმიერი სახის ალერგია. იმიტომ რომ ფაქტორები, რომელიც იმუნურ სისტემაზე ახდენს სტრესულ გავლენას, მაპროვოცირებელი ფაქტორებია უკვე თუნდაც მოზრდილ ასაკში არაალერგიულ ადამიანებში ალერგიის განვითარების. და აი ქეთი დაუშვათ ეგრეთ წოდებული და ძალიან პოპულარული homemade ნიღბები, რომელიც ჩვენს გაგვიკეთებია სოციალური ქსელის სავსეა მსგავსი ვიდეოებით. აი რამდენად უსაფრთხოა სახლის პირობებში სხვადასხვა საკვები პროდუქტებისგან დამზადებული ნიღბების, აი პირდაპირ სახეზე დადება. შეიძლება ის სერიოზული ალერგიის წყარო გახდეს ეს? რა თქმა უნდა, არა ალერგიული ადამიანისთვის პრობლემას არ ქმნის, მაგრამ თუ ადამიანი ალერგიულია თაფლზე და სახეზე გაიკეთა თაფლის ნიღაბი, ან მასაჟს ხშირად იკეთებენ თაფლით. კანი, რომელიც არის ყველაზე დიდი ორგანო, იწვევს ალერგენს და იწყება ჩვეულებრივი რეაქცია. ამიტომ თუ ადამიანი არის ალერგიული, ასეთი ტიპის ნიღბებს მოვლას რაღაცნაირად სიფრთხილით უნდა მოეკიდოს. თუ იცის, რაზე აქვს ალერგია, ის პროდუქტი ცალსახად არ უნდა გამოიყენოს და დანარჩენ შემთხვევაში სიფრთხილით. აი ეს კითხვა, წინა კითხვის შემდეგ, იმიტომ გამიჩნდა, რომ აი დაუშვათ აქამდე არასოდეს ქონია ალერგია მაგალითად მარწყვზე და შეიძლება რომ 50 წლის ასაკში მოქცეს ალერგია. კარგით, მაშინ რადგან უკვე ბოლოსკენ ვართ, მოდი ჩვენ ალერგიული კანის მქონე მაყურებელს ერთი უნივერსალური რჩევა დაუტოვოთ თქვენგან. ეგ უკვე ვთქვით, რომ თავისთავად. ორი იყოს. პირველი არის ის, რომ არაერთხელ ვთქვით, რომ კანი არის ძალიან მნიშვნელოვანი ორგანო, რომელსაც აქვს ბარიერული ფუნქცია და პირველი გვიცავს, ვთქვათ, გარემო ფაქტორებისგან, ამიტომ კანი ყოველთვის უნდა იყოს დაცული გარემო მზის სხივებისგან, ცივი ჰაერისგან და ასე შემდეგ და კარგად დატენიანებული იმისთვის, რომ იმუშაოს ეფექტურად, იყოს ჯანმრთელი. და მეორე, თუ კი რაიმე პრობლემა გაჩნდება კანზე, ვიმართეთ ექიმს, იმიტომ რომ იყოს სწორად დროულად ამოცნობილი და შემდეგ ეფექტურად და სწორად მართული, იმისთვის რომ ჯანმრთელი კანი შევინარჩუნოთ, ეს საჭირო. და სულ ბოლოს უკვე უნდა დავამთავროთ, აი თავის მოვლის საშუალებაზე უნდა გკითხოთ, მე მქონია ესეთ შემთხვევა და იმიტომ, აი როგორც უკვე თქვით, რომ აქამდე შეიძლება არ კონდეს რეაქცია და უცებ გაჩნდეს, ხო? აი თავის მოვლის საშუალებას, რომელსაც იყენებ წლებია. შეიძლება ერთ დღესაც გახდეს ალერგიის წყარო? თუ ადამიანი გახდა ალერგიული, რა თქმა უნდა, ნებისმიერმა რამემ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. დატესტილმაც კი. ძალიან დიდი მადლობა თემიკო, მიიღე ამ მომწურავებას. და დამჩა კიდე. დამშვიდებელი ინფორმაცია ვერ მიიღე, მაგრამ სამწუხაროდ ეს. დამჩა, იმიტომ რომ ახლა მე მგონი ამ შემთხვევაში დრო აღარა გვაქვს, მაგრამ მოვა ზაფხული და ზაფხულს კიდე სხვა ალერგენები ახასიათებს და ქეთი კიდე მოვა ჩვენთან. მანამდე მივიღებთ ჩვენ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა, მე გემშვიდობები ხეთი თქვენი. დიდი მადლობა თეონა, როგორც ყოველთვის ძალიან საინტერესო თემისთვის.